საღამო მშვიდობის დღის მთავარი თემებით სტუდიაში თქვენთვის ირინა ხიზანიშვილი და ლაშა ხარაზაშვილი მუშაობთ. საღამო მშვიდობისა. ერთი დღე 26 მაისამდე ეპიცენტრი ქუთაისი, ახალი პარლამენტის შენობა და პირველი სხდომა ახალ სასესიო დარბაზში დეპუტატების მისაღებად დარბაზით თითქმის მზად არის. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რეპეტიციას გადის ქართული შეიარაღებული ძალებიც. ხოლო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი სწორედ ქუთაისში გაიმართება, სადაც პირველად წარმოდგენილი იქნება ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა. ლიკა ბერაია გვერდება ქრონიკის ქუთაისის სტუდიიდან. ლიკა, გისმენთ. საღამო მშვიდობის დღის ბოლოს მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქრონიკის ქუთაისის ახალი სტუდიიდან, საპარლამენტო დედაქალაქიდან და ახლა უკვე შეიძლება ითქვას მთავარი პოლიტიკური ცენტრიდან, ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ყველაზე მთავარი ცენტრალური და მნიშვნელოვანი ნაწილი გაიმართება. საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა, რომელიც მზად არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხდომით უმასპინძლოს და ასევე ეს არის ადგილი, სადაც წელს პირველად საქართველოს ისტორიაში სწორედ ქუთაისში მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდება. ასევე პირველად ამ აღლუმში საქართველოში დამზადებული საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკით ჯარისკაცებმა დღეს გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ბოლო დეტალები უკვე დაზუსტებულია, პროგრამა მკაცრად გაწერილი. ხოლო ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის წინ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ჩაიბარებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აღლუმში მონაწილეობას ქვეითებთან ერთად ჯავშან ტექნიკაც მიიღებს. მათ შორის უნიკალური მოდიფიკაციის ქართული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკა, ჯავშან ტექნიკა დიდგორი და დიდგორის მოდიფიცირებული ვარიანტი. გენერალურ რეპეტიციაზე ტანკებიც გამოჩნდნენ. 2004 წლის შემდეგ ტანკებს 26 მაისის აღლუმში მონაწილეობა არ მიუღიათ. ლაზიკასა და დიდგორთან ერთად ქუთაისის პარლამენტის წინ ქართული წარმოების ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემაც ჩაივლის. ამ სამხედრო ტექნიკას რამდენიმე წამში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საკომანდო პუნქტებისა და ნაგებობების განადგურება შეუძლია. სისტემას საჭიროების შემთხვევაში სამიზნისა და სხვადასხვა ობიექტების დადგენაში უპილოტო საფრენი აპარატი დაეხმარება. ქართული ინჟინრების შექმნილი კიდევ ერთი ტექნიკის მართვა პროგრამული უზრუნველყოფით ხდება. ახალი საჰაერო სისტემა აღლუმზე პირველად გამოაქვთ და მას საზოგადოება ხვალ ნახავს. სამხედრო ღონისძიება გამორჩეული მუსიკალურადაც იქნება. მაისის აღლუმს მუსიკალურად 5 ქვეყნის სამხედრო ორკესტრი გააფორმებს. შესრულდება სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ინგლისელი კომპოზიტორის ნაწარმოებიც. ბოლო რეპეტიცია უცხოელმა სტუმრებმა დღეს დილით გაიარეს. გვეწვია 5 ქვეყნის ორკესტრი: ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის და თურქეთის. და საინტერესოა მათთან როგორც თანამშრომლობა მუსიკალურ თვალსაზრისით, ისე მეგობრული ურთიერთობის. მე საქსაფონზე ვუკრავ. პოლონეთიდან ჩამოვედი იმისთვის, რომ მეგობარ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მივულოცოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვეძლება საშუალება ქართველებთან ერთად ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს დავუკრათ და სამხედრო აღლუმი გავაფორმოთ. ხვალინდელი სამხედრო ღონისძიების კულმინაცია საჰაერო ტექნიკა იქნება. ვერტმფრენებთან ერთად ქუთაისის ცაზე 6 Su-25-ისგან შემდგარი სამხედრო ესკადრილია გამოჩნდება. სამხედრო აღლუმის დაწყებამდე კი საქართველოს ახალი პარლამენტი პირველ სხდომას უმასპინძლებს. პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე მუშაობა 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ორიგინალური და განსხვავებული შენობის გარე ფასადი უკვე დასრულებულია. პარლამენტის მრგვალი კონსტრუქცია 4 მინით და ლითონის დეტალებით შეიკრა. ტერიტორია მთლიანად მოპირკეთდა. 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მწვანე საფარი დაიგო და ხელოვნური ტბა გაშენდა. პარლამენტის შენობა მთლიანად დასრულებულია. მე გარე პერიმეტრს გულისხმობ და ყველა კომუნიკაციას დასრულებულია და მინდა გითხრათ, რომ ყველა პარლამენტარებს სერიოზული სიურპრიზი ელოდებათ პროექტი და დასრულებული დარბაზი, რომელიც ჩვენ ყველა ევროპული პარლამენტის გამოცდილების შესაბამისად შევადგინე და ავაშენეთ შემდგომში. შემინული რკინის კონსტრუქციის მასალა დამზადებულია ესპანეთში, ასევე ნაწილი ქუთაისში და აწყობილია აქ. ეს განსაკუთრებული პროექტია რთული კონსტრუქციის რთული მასალისგან, თუმცა ძალიან საინტერესო დეტალებით. ამ პროექტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ არის ლითონის კონსტრუქციის.
პირველი სხდომისთვის უკვე მზადაა სასესიო დარბაზი. დეპუტატებს ხვალ აქ განსხვავებული და მათთვის უჩვეულო გარემო დახვდებათ. ახალი პარლამენტის სხდომათა დარბაზი საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, თეთრი მაგიდები და წითელი სავარძლები. ამ დარბაზში დეპუტატებს სიტყვის სათქმელად რიგში ჩადგომა აღარ მოუწევს. მიკროფონი თითოეული მათგანის მაგიდასთან იქნება დამონტაჟებული. ხმის თანამედროვე აპარატურასთან ერთად პარლამენტის ახალ შენობაში სენსორული მონიტორებიც დამონტაჟდა. კანონპროექტები ფურცლებზე წარსულს ბარდება. დეპუტატები მათთვის სასურველ ყველა ინფორმაციას ამ ეკრანებიდან მიიღებენ. ეს არის ესე იგი ხმის მიცემის სისტემა, ასევე როგორც აქ არის სარეგისტრაციო ბარათი იდება თითოეული დეპუტატის. სინქრონული თარგმნის საშუალება არის 10 ინჩიანი სენსორული ეკრანი, რომელზეც გამოვა დოკუმენტები, ანუ კანონები. პარლამენტის ახალ შენობაში 42 კამერა დამონტაჟდა. მათგან 7 სხვადასხვა ხედით პლენარული სხდომების პირდაპირ ტრანსლირებაზე იმუშავებს. ტექნიკურ მხარეზე ქართველებთან ერთად უცხოელი სპეციალისტები ზრუნავენ. ეს შენობა თანამედროვე და უახლესი ტიპის ტექნიკითა და ვიდეო გადაღების სისტემით აღიჭურვა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი ბოლო თაობის გამოწვევებს პასუხობს. პარლამენტის მშენებლობამ ყოფილი ავტოქარხნის დასახლებაში ინფრასტრუქტურის განვითარება და უძრავ ქონებაზე ფასების მატება გამოიწვია. ქუთაისში ერთდროს ყველაზე მიტოვებული გარეუბანი ქალაქის პრესტიჟულ უბნად იქცა. ეს პროცესი არის შეუქცევადი, ალბათ რამოდენიმე წელიწადში ამ უბანს ვერავინ ვერ იცნობს და ვინაიდან ცხოვრების დონის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ფასი უძრავ ქონებაზე, ვინაიდან ამ უბანში უძრავი ქონების ფასი საგრძნობლად არის გაზრდილი, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების დონე ამ უბანში გაეწია. უბანი, რომელიც წარმოადგენდა უიმედობისა და უძრავის გარკვეულ განსახიერებას, დღეს უკვე იმედითა და მომავლის მიმართ კეთილგანწყობით არის გამსჭვალული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სასიკეთო ცვლილებები ძალიან გადამდები იქნება მთელი ქუთაისის მასშტაბით. ამაზე მიტოვებული უბანი და ამაზე საცოდავი უბანი ქუთაისში კი არა, მთელ საქართველოში არ არსებობდა. ახლა თქვენი თვალით უყურებთ და ჩვენც ყველა მოსახლეობა უყურებთ. ძალიან გახარებულები ვართ, ძალიან გალამაზდა ყველაფერი და ამ შენობას ჩვენ უბნელებმა სიცოცხლის ელექსირი შევარქვით. პარლამენტის ახალ შენობაში პირველი სხდომა, საზეიმო აღლუმი და კონცერტი. ხვალ ქუთაისი ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრად იქცევა. ქუთაისში ახალ პარლამენტში ხვალ საზეიმო სხდომა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დეპუტატებთან ერთად უკვე ემზადება ამ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს დავით ბაქრაძე კოლეგებთან ერთად საუბრობთ ქუთაისში ახალი პარლამენტის აშენების მნიშვნელობაზე, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანების დასაქმების და რეგიონის განვითარების კუთხით, არამედ ეს მნიშვნელოვანია თვითონ ქალაქისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ქუთაისს ექნება ახალი ფუნქცია, ქუთაისი იქნება საქართველოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი, ეს გამოაცოცხლებს ქალაქს, შექმნის დამატებით დასაქმების შესაძლებლობას, შექმნის ქალაქის განვითარების პერსპექტივას და რა თქმა უნდა, ქუთაისისთვისაც და იმერეთისთვისაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ეს რა თქმა უნდა არ არის ცუდი და კარგია პირიქით საქართველოსთვისაც და თბილისისთვისაც. ქუთაისი და თბილისი არ არიან ერთმანეთის კონკურენტები. გაიმართება აღლუმი, სადაც გამოფენილი იქნება, ასევე მიიღებს აღლუმში მონაწილეობას冊ნაწარმოები უკვე სამხედრო პროდუქცია. ჩვენთვის მთავარი ამ აღლუმში არ არის, რომ ჩვენ რაღაცა ზეიმი, თუმცა დამოუკიდებლობის დღე თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანა აჩვენოს, რომ მთავარი პრობლემები, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენ ვაცნობიერებთ ამას, ჩვენთვის მთავარია დასაქმება, მთავარია ქართული წარმოების აღდგენა და მთავარია, რომ ის წინსვლა, რასაც აღწევს ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ოჯახზე აისახოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ დავესრულოთ და უთხრათ სააკაშვილს, რომ ქუთაისი ნამდვილად კიდევ უფრო მეც იმსახურებს. იმიტომ რომ ქუთაისი ვერ გახდება დედაქალაქი, სანამ ქუთაისში არ იქნება ნორმალური წყალი, ნორმალური გზა, ნორმალური დასაქმება და ყველაფერი ის, რაც დღევანდელ ქვეყანაში ჭირდება ჩვენ მოსახლეობას. ხვალ ქუთაისში საკმაოდ მნიშვნელოვანი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი და საღამოს 9 საათზე ამ ღონისძიებებს დაასრულებს გრანდიოზული კონცერტი ფეერვერკით, რომელშიც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. ამ კონცერტს საღამოს 9 საათზე ტელეკომპანია იმედი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, ხოლო ქუთაისის ახალი სტუდიიდან ხვალ ქრონიკის ეთერი გავა. ეს იყო ლიკა ბერაიე ქუთაისის ქრონიკის ახალი სტუდიიდან.